საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უყლებლივ ყველა პერსონა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაში ყველაფერთან ერთად არის უმადურის და უჭკუოს. და უმადურობისა და უჭკუობის თვალსაჩინოებაა ის, რომ მეორე წუთიდან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზურგს უკან დგო მირაკლი კობახიძეს ხელი გაუწოდა და მერე 2 წუთით და 15 წამით, ან 3 წუთით და 18 წამით შეხვდა უკვე და ისაუბრეს და იმ შეხვედრას ეცნებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიხაც და ირაკლი კობახიძის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილის, რომელსაც კიდევ ვახსენებ ამ ვიდეობლოგში 2-ჯერ ან 3-ჯერ, როგორც კი გაუწოდა ხელი, აი ამ წუთიდან ჩაირთო როგორც ხელისუფლება წოდებული ბანდის წარმომადგენელთა პროპაგანდა, ასევე მათ მიერ კონტროლირებული მედიის პროპაგანდა. რას ამბობენ? ამბობენ შემდეგს, რომ აი ზელენსკიმ უკან დაიხია, რომ აი ზელენსკიმ სანქცირებული ირაკლი მის მიერ სანქცირებული ირაკლი კობახიძეს მაინც ჩამოართვა ხელი, იძულებული იყო მიხვდა შეცდომას, ქართველ ხალხთან არც არავის არაფერი გაუვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა და უნდა ვიცოდეთ, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა თავდაპირველად და მერე დაახლოებით 3 წუთი ელაპარაკა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მეტი ხანიც ელაპარაკა, თვალ გულახდი თუ ვიქნები, მაგრამ მაინც და ელაპარაკა ზელენსკი ერთადერთი ჩარჩოს გეტყვით, ზოგადად გეტყვით, ერთადერთი მიზნით თუ მიზეზით. ზელენსკი ირაკლი კობახიძეს უთხრა დაახლოებით შემდეგი: რუსეთი მარცხდება და საქართველო, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ამ საქართველომ, ამ თქვენმა ქვეყანამ, რომლის პრემიერ-მინისტრის ბრძანდებით და ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ანხორციელებს სწორედაც რომ ქართული ოცნება, ანუ თქვენი პოლიტიკური ჯგუფი, ეს დამარცხება რუსეთისა სათავისოდ, ანუ ჩვენთან ერთად უნდა გამოიყენოს, ამას გთავაზობთ და ახლა მაინც იქნებით არა ადეკვატურებიო, მაგრამ პაპუაშვილმა ეს ვერ შეირგო, ბაოჭორიშვილმაც ვერ შეირგო, კობახიძეს არ გაუკეთებია, რამდენადაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მივადევნე თვალყური, ნამეტანი არაადეკვატური განცხადება აქედან გამომდინარე, მას არ ვახსენებ, მაგრამ უკლებლივ ყველას, ვისაც არ შეეზარა და პირველ ყოვლისა რასაკვირველია პროქსი პროპაგანდისტურ მედია საშუალებებს გულისხმობდა მედია საშუალებებიდან რო მოძღვრავენ იმ წევრებს გულისხმობ ქართული ოცნებისა, ვისაც არ შეეზარა, დაიწყო ამ მომენტშიც კი, როცა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საქართველოს უკრაინის ნებისმიერი სახის საქართველოს უკრაინის ურთიერთობის აღდგენა რაღაც დონეზე, მაინც დაიწყეს ისევ და ისევ ნიშნის მოგება უკრაინისათვის. ეს ის ხელისუფლება არ დაგავიწყდეს, რომელსაც საარჩევნო ბანერები ჰქონდა გამოტანილი და საარჩევნო ბანერებზე ხელმარჯვნივეს ბავშვის ფურცელია, ხო, ბავშვის სახატავია, გასაფერადებელი, გამოტანილი ჰქონდა საარჩევნო ბანერები და ხელმარჯვნივ იყო ბჭყალებში აყვავებული, ან გადარჩენილი ბჭყალებოთ თუ გებავთ ასე ვიტყვი საქართველოს და აქეთ ხელმარცხნივ თუ პირიქით იყო დანგრეული უკრაინა და ამ ნიადაგზე, ამ საფუძველზე დაიწყო თუ განაგრძო საკუთარი საარჩევნო კამპანია ამ კონტრასტების ჩვენებით საზოგადოებისათვის და იმის დემონსტრირებით, რომ აი აქაო და ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სამშობლო, ხოლო ზელენსკიმ, რომელზეც კახაკალაძე ამბობს საშინელებებს, და სხვების მარტო კახალაძე არა, პაპუაშვილის, ყაველას სხვები და კობახიძეს მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს არ ახსენებს იმას და საზოგადოებას არ ეუბნება, რომ ეს თქვი ეს ყველაფერიო, ზელენსკი იყო გამოყვანილი ამ ბანერებზე მთლიანად უკრაინას სისხლისმცემლად. რა უნდა ექნა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს? ხელი უკუღმა არ უნდა გაელაწუნებინა? კალაძე, კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი, მდინარსხვები და სხვები რომ დაჩმორდებოდნენ უკან რომ დაიხევდნენ ბოჭორიშვილი, ხო? ეს ცხადზე-ცხადი. არა და რუსეთი რეალურად მარცხდება უკრაინასთან ბრძოლაში, უკრაინასთან ომში. მე არა ვამბობ, რომ ეს არის მაინც და მაინც 24 საათის, 48 საათის, ან თუნდაც 8 თვის პერსპექტივა, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, უკვე კარგა ხანია, მაგრამ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით, რასაც ვადევნებთ თვალყურს ველზე, ფილდზე, ბრძოლის ველზე, თეატრზე, ხო? თეატრის სცენაზე, ეს მადასტურებელია იმისა, რომ რუსეთი მარცხდება. არ ვლაპარაკობ უშუალოდ მოსკოვში მიმდინარე პროცესებზე, იცით თქვენ, რომ ეს ბუნკერის ვეფხვი ვლადიმირ პუტინი იმალება, იცით რის ეშინია იმის, რომ შიდა გადატრიალება არ მოუწყონ. მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც ხდება სცენაზე, რაც ხდება ველზე, აი მაგალითად უკრაინელებმა გასულ ღამეს გუშინდელი ინფორმაციაა, რამე ერთი კვირის წინანდელს კი არ გეუბნებით. უკრაინელებმა გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ ბრიანსკზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული და რუსული მათ შორის ტელეგრამ არხები ავრცელებენ. ქალაქ ბრიანსკის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ დაბომბვის შედეგად სამოქალაქო
ინფრასტრუქტურა დააზიანდა და დაშავდა 13 ადამიანი. არ არის ეს განსაკუთრებული ამბავი რა, ბრიანსკი, ურალს იქით დაარტყეს იმდენჯერ საკუთარი მეწარმოებული იარაღით უკრაინელებმა, რომ მოსკოვამდე დარჩენილი 600-700 კილომეტრის დაფარვა შუა გულამდე 9 მაისის შემდეგ, ხო, პრინციპში მათთვის იოლი სამის იქნება მესმის რომ მოსკოვი დაცულია განსაკუთრებულად, ეს ყველაფერი ვიცი. ანუ ამას ნუღარ შემახსენეთ. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 899 ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია 6 ჯავშან ტექნიკა, 61 საარტილერიო სისტემა, 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა, 1851 დრონი, 233 ერთეული ავტომობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გენშტაბისავე ცნობით რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია 1,328,000 მესმის რომ აურაცხელი რესურსის მათ შორის ადამიანური რესურსის ქვეყანა რუსეთი, მაგრამ 1,328,000 ჯარისკაცი, 11,918 ტანკი, 24,521 ჯავშან ტექნიკა, 41,529 საარტილერიო სისტემა, 1776 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა, 435 თვითმფრინავი, 267,912 გააზრებაც კი მიჭირს დრონი, 4585 ფრთოსანი რაკეტა, 33 გემი და ნავი დასაკვირველია შავ ზღვაზე არსებულები იგულისხმება და 94,545 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც დამბეჭდავი რაოდენობა, სულ რომ გავანახევროთ, ანუ პირობითად 1365 თავდაცვის სისტემის ნაცვლად რო ჩავწეროთ რამდენიც გამოდის 650, 670, 682 საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ უკრაინელებს რომ წარვენდოთ, ესეც კი დამბეჭდავი იქნება. ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნაკახმარმა მარია ზახაროვამ, აი კალანტაროვის ნანაშარი რო ამეთქი ასე ვიტყვი, არა, არ მაყენებ შეურაცხყოფას, მაინც და მაინც სექსუალური ურთიერთობა კი არ ჰქონდათ, ამას არ ვამბობ, უბრალოდ ესეთი აღქმა აქ ქალბატონ ზახაროვას. რუსეთის მიერ დაგეგმილი გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე საპასუხო დარტყმების წინ დიპლომატებს კიევის დატოვებისაკენ მოუწოდა. რას აპირებს მოსკოვი? ის აპირებს, რომ კიევის ცენტრზე მიიტანოს იერიში და გიბოდიშებთ კიდევ ერთხელ ცოტა შეციებული გახლავართ და მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ გამოუვა, იმიტომ რომ უკრაინის თავზე, კიევის თავზე ცა ისეა დაცული, რომ ანგელოს და ინახავს მოდარაჯე კაცის თვალი, ანუ დრონს ხომით უმეტეს და ინახავს მოდარაჯე კაცის თვალი თუ რაკეტას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხო, სწორედ ეს აუხსნა ზელენსკიმ არა კონკრეტულად ბრიანსკზე მიტანილი იერიშის თაობაზე ესაუბრა, ცხადია არა, მაგრამ ესაუბრა იმაზე, რომ რუსეთი, ბიჭო, ირაკლი მარცხდება და რაღაი მარცხდება, ახლა მაინც დადექით ისტორიის სწორ მხარეს და მე მზადა ვარ, რომ დავივიწყო ის უთანხმოებები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობდა. ირაკლი კობახიძის საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უკვე შემდგომ დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიხა. მაკა ბოჭორიშვილი არასტურებს ამას, გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაშიო. დღესაც შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში და ჯენერალ საკითხი, მინდა ყველა კარგად გაიგოს, არის ის, რომ საქართველო მარტო 600 თუ 478 თუ არ ვცდები რეზოლუციას კი არ უნდა მიუერთდეს მეტწილად ჰუმანიტარული ხასიათისა. არამედ in general კონცეპტუალურად უნდა გადავიდეს ბანაკში, რომლის ლიდერიც ახლა გავედავდა ვიტყვი არის უკრაინა და რომლის წევრებიც ამ ბანაკის წევრები, ანტირუსული კოალიციის წევრები არიან ყველანი, ვისაც შეუძლია განჭვრეტა მომავლისა და ვინც არის მოცემულ ეტაპზე ადეკვატური, სომხეთიც კი ადეკვატურია, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილმა სხვა ინფორმაციითაც, სხვა ანალიზით გაგვაყვირვა უფრო გულახდილად გეტყვით, სიბიხარო ესაუბრა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაკა ბოჭორიშვილმა მადურობის და არა ადეკვატურობის სხვა თვალსაჩინოებაც წარმოგვიდგინა გაგვაცნო. მან თქვა დაახლოებით კი არა ზუსტად შემდეგი. მეო ცოტა ხნის წინო, არც თუ დიდი ხნის წინო,
მითხრესო ამგარი რამეო რომ აიო ერევანი ჩაგანაცვლებთ თქვენო და მე ვიხარად გავიკვირვეო როგორ შეიძლება სომხეთმა ჩაანაცვლოს ევროგზაზე საქართველო და თურმე როგორი ბზაკრული გეგმები გონიათ ევრობიუროკრატებს ევროპას სომხეთთან მიმართებაში ჩვენ მეც ვიმსახურებ და აგე სომხეთი კი წინ მიხავთო და იქ სწორი რამეც თქვა მართებლადაც შენიშნა ქალბატონო ბოჭორიშვილმა ვიზინა ივანიშვილის და ირაკლი გობახიძის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ ნახე ჯერ ამბობს რომ რა ლოგიკით სათხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება ხო რატომ უნდა მომხდარიყო ესო რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში თუმცა ისიც თქვა რომ სომხეთის ლიდერმა ფაშინიანმა აღნიშნა თავის დროზეო და სწორია ასეა რომ სომხეთი ვერ გახდება ევროსივრცის ნაწილი საქართველოს გარეშე ეს სწორია ამიტომაც საქართველოს უნდა ყოფილიყო ლოკომოტივი და საქართველოს ლოკომოტივი იქნება მეთქი ოღონდ without Georgian Dream ანუ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ეფექტური კონტროლს ვინც ახორციელებს ამ ტერიტორიაზე და იმიტომ ელაპარაკება ზელენსკის სწორედაც რომ მას ვერ იქნება მთავარმატარებელი, ვერ იქნება ლოკომოტივი და ვერ ჩაიბამს სომხეთს როცა ხელისუფლება შეიძლება რასაკვირველია ჩვენ იბოდიშებთ სომეხ მეგობრებო გადავასწრებთ რამდენადაც წინწაწეული სახელმწიფო ვართ და ვიყავით და ვართ მრავალ საკითხში რეფორმების, ბიუროკრატიის, სარვისი, ინსტიტუციური თვალსაზრისით, ინერციით მოხდება ყველაფერი მიშა სააკაშვილის დროიდან ამათმაც მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ წინწაწეული ქვეყანა ვართ უბრალოდ. ჩვენი დინამიკა, 1000 ჯერ თქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ჩვენი დინამიკა არის დაღმავალი. მათი დინამიკა არის აღმავალი. აი, არსებითი სხვაობა, როცა შენ დღეს და ახლა მიდიხარ წინ და არიხევ უკან ამას აქცევს სწორედაც რომ ყურადღებას ევროკავშირი და სომხეთი ამიტომაც მოსწონთ ახლა უფრო აბა სომხეთი გაჩერებული იყოს სომხეთი ისევ რუსეთისკენ იმზირებოდეს ამ შემთხვევაში სომხეთში ერევანში არათუ პრეზიდენტი მაკრონი მაგალითად არამედ არც არავინ არ ჩავიდო და Wall Street Journal-მა ამასობაში გამოაქვეყნა ცნობილი უკაცრავად კონსერვატორის ჰადსონია ეს რუსეთის დამარცხებაზეა პრინციპში ეს რასაც ახლა გეტყვით ჰადსონის უნივერსიტეტის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარის ვოლტერ რასელ მიდის მოსაზრება რუსეთის ბოლოდროინდელ ვითარებაზე მოკლე მიმოხილვა ამგვარია წავიკითხა მიუხედავად იმისა რომ ეცაბენეს უთინწურება ისა საქამდე წარმოუდგენელი ჩანდა დღეს უკვე რეალობაა წერს ეს კაცი 10 წლეულების განმავლობაში ვლადიმერ პუტინი წარმატებით ჯაბრიდა არც ისე კომპეტენტურ დასავლელ ლიდერებს ანუ იგორის ყველა მერკელიადის პერიოდი რაც მათი ერთმანეთზე მიყოლებული მარცხით თავდებოდა იმიტომ რომ ესენი იყვნენ ჩამოკიდებული რუსეთი ოხრა მაგარია და რუსეთს მოდი ხა გამოვართვათ გაზი მივცეთ ამდენი ევრო და ასე შემდეგ და ამით აფინანსებდნენ ბოლო წამამდე ხაზგასმით ვამბობ ანუ მარტო მერკელიადის პერიოდს არ გულისხმობ აი მაკრონის შოლცის თუ მერცის პერიოდსაც კი და აღარ ლაპარაკობ სტარმერის პერიოდზე იმიტომ რომ სტარმერი ჩემი აზრით ყველაზე უარესი პრემიერ-მინისტრია ბოლო დროის ცუდ პრემიერ-მინისტრებს შორის და მოკლედ ამას წერს ავტორი ამ დამამცირებელ მარცხებს შორის იყო 2008 წელი მერკელია გადავეკიდე ამ გერმანიას მაგრამ მაინც გერმანიის კანცლერი 2014 წელი ისევ და ისევ მერკელია ყირიმი და ობამა ოყიან გაღმა და ეუბნებიან რომ გაჩერდით უკრაინას აიძულებენ უბიზგებენ იმისკენ რომ უკრაინამ არ უპასუხოს რუსეთს იმიტომ რომ რუსეთის გაღიზიანება ხო არ შეიძლება კაცო нельзя вот это делать потому что აი ესეთ რაღაცებს ეუბნებიან აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის ანექსია და ასე შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაცვამ სახალხო პროტესტების ცუნამის წინააღმდეგ და აფრიკაში საფრანგეთის ყოფილი კოლონიური ტერიტორიებიდან გამოდიოდა ასევე ხელი შეუწყო ბატონი პუტინის მიზანს რუსეთი კვლავ დიდებული ჭყალების გარეშე წერს გულახდილად გეტყვით გაეხადა მაგრამ შემდეგ კრემლის მმართველს აქ სხვანაირად წერია კრიტიკული შეცდომა დაუშვა მაგრამ მას ზედმეტი მოუვიდა ანუ მას ეგონა რომ ყველაფერი გაზდის რა ბელარუსში ჩაახშობინა ლუკაშენკას ყველაფერი მან ჩათვალა და ასევე რაღაც ყირიმი აიღო აფხაზეთი ცხინვალის რეგიონი დამატებით ოკუპაცია დონბასი ყველაფერი გაუვიდა სირიაში სუყედარი წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში ზოგადად და რუსეთი დიდებული უნდა გახდეს პუტინისეული წარმოდგენით მაგრამ შემდეგ კრემლის მმართველმა კრიტიკული შეცდომა დაუშვა მან იფიქრა რომ უკრაინაც იყო ნამდვილად ის ქვეყანა რომელიც
რომელიც უნდა მოენადირებინა ამ პროცესში ბატონო პუტინმა ვერ შეძლო რუსეთის გავლენის შემცირების შეჩერება პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენ ნაწილზე. სომხეთი და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ დღეს დასავლეთთან და ავტორი ამბობს, რომ ამასობაში მან დაკარგა და მეც ვაბატებ ამას ახლო აღმოსავლეთი, სირია, ახლო აღმოსავლეთი, ირანი პრაქტიკულად დაკარგულია თუ თქვათ გულახდილები ვიქნებით. მან დაკარგა მთავარი მოკავშირე ოკეან გაღმა ვენესუელის სახით, ამას უკვე მე ვამატებ სიმართლე გითხრათ. მან დაკარგვა Nord Stream 1, Nord Stream 2, მან დაკარგა დასავლეთის ნდობა, რაც თავარია და ეს არის სტრატეგიული შეცდომა პუტინისა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ეხლა ებღა უჭება გარკვეულ საკუთარი მისივე შექმნილ მოლოდინებს თუ რეალობას და იმას, რომ რაღაცა ვირტუალური სახელმწიფოა და აგე დაამარცხებს ვისაც უნდა და რასაც უნდა და როგორც უნდა, ეს ყველაფერი უკვე დასრულებული ამბავია. იმიტომ რომ უკრაინა მან ვერ გადაყლაპა. აბა გადაეყლაპა. ამის შედეგად მიბობღებულები იქნებოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ვინიც ის და ბალტიელები არ მიბობღდებოდნენ, მაგრამ ბალტიელების ჩაყლაპვის უფლებასაც კი მისცემდა მას რუსეთს ცივილიზებული არა ევროპული ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ევროპული ნაწილი, იმიტომ რომ ოღონდაც კი რაღაც ლისაბონს მინდა ესხება თავს, მაგრამ ბრიუსელს არ დაესხას, ლონდონს არ დაესხას, წაიღე შენი რიგა და შენი ვილნიუსი და შენი ტალინიო ეთხოვდნენ ასე და არადა მოხდა რუსეთი ხორცსაკებში, ესეც უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუსლიმი უმცირესობის მოსახლეობა იზრდება, სლავური რუსული მოსახლეობა როგორც ჩანს განწირულია დაჩქარებული ტემპით შემცირების გაგრძელებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასობაში ეს ხო იწერება და იწერება და ამასობაში დუგინი რო ყავთ, ხო? გახსოვთ დუგინი როა? ეხლა წაგიგითხავთ თუ ეს ლინკი შენახული მაქვს და მგონი შენახული მაქვს, ხო, შეიძლება არა მაქვს. დუგინი, აი ეს არის თუ არ ვწდები, open link. და შესაძლოა, ხო, ნახე, დიახ, უყურეთ, ეს სულელი მოდი ასე ვიტყვი, იმპერიალისტი განათლებული სულელი. ამბობს შემდეგ რამეს, თქვენ იგონებთ, თითქოს რუსეთი ეცემა, არა მეგობრებო, სწორედ თქვენ ეცებით, რუსეთი დგას, რუსეთი უძლებს, როგორ ხა უძლებს რუსეთი, როცა გარშემო ყველაფერი დაკარგა, სომხეთი დაკარგა, აზერბაიჯანი დაკარგა ახლო აღმოსავლეთი, დაკარგა ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, დაკარგა პრაქტიკულად. და მხოლოდ დაკარგა უკრაინა, დაკარგა მოლდოვა. ხო, მხოლოდ ბელარუსი და საქართველოღა შერჩა, როგორღა არ ეცემა რუსეთი, როდესაც ფინეთის სახით მიიღო 1300 კილომეტრიანი ხაზი, სასაზღვრო ხაზი ნატოს წევრ სახელმწიფოსთან. როგორღა არ ეცემა რუსეთი, როცა მისი ეკონომიკა განადგურებულია, მისი სამხედრო მრეწველობა კატასტროფულ მდგომარეობაშია, როდესაც ბუნკერის ეს ვეფხვი, ხო, ასე დავარქვათ, ტიგრ. ხო, პუტინი იმალება, არა, ამით აგულიანებს დუგინის საკუთარივე საზოგადოებას, საკუთარივე ხალხს, მაგრამ შესანიშნავად უწყის მან, ისევე როგორც შათილიშვილმა აქ სხვა და სხვა, რომ რუსეთი დამარცხებულია და დავუბრუნდეთ მთავარ თემას, მთავარ სათქმელს, უმადურ საქართველოს უმადურ ხელისუფლებას ზუსტად რო ჩამოვაღალი მოწინააღმდება და ამგვარად უნდა ვთქვათ. ნაცვლად იმისა, რომ შეერგოთ შეეფერებინათ, ხელი ჩამოერთმიათ უკვე შემდგომ ზელენსკისთვის ეთქვათ, რომ აი ჩვენ მივდივართ ერთობლივში და ეს მათი რეპუტაციის გამოსწორების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ამ უმადურებმა თქვეს, რომ აგე ზელენსკი ნახეთ უკან დაიხიეს ეს მელკის სოშკა ტიპები, ზელენსკი ნახეთ უკან დაიხია, ზელენსკი ნახეთ გვეხვეწება ურთიერთო, არავინ არაფერს არ გეხვეწებათ. ზელენსკი რეალურად ამბობს იმას, რომ რუსეთი მარცხდება და საქართველოს უნდა იყოს ამ გამარჯვებით საქართველოსაც უნდა ისარგებლოს გამარჯვებით ცივილიზებული სამყაროსი ვერ შეიშნოვებს. მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვერ შეირგებს, ვერ შეიფერებს ამას. ბიზინა ივანიშვილის დაბოღმილი ხელისუფლება, იმიტომ რომ შესანიშნავად უწყის მან, რომ უკრაინის გამარჯვება, რუსეთის დამარცხება, პუტინის დამარცხება, შესაბამისად უკრაინის გამარჯვება, მისი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ვითარებაში, აი ელემენტარული დემოკრატიას რომ დაამყაროს ბიზინა ივანიშვილმა, ამ ქვეყანას უბრუნდეს, არასწორი სიტყვა, არასწორი არ ყოფილა და მოკლედ რაღაცა, აი თანასწორობა, კონკურენტობა, პლურალიზმი, საჯაროობა და ასე შემდეგ, რომ შექმნას ნებისმიერ ჰორიზონტალურ პირობებში, ჰორიზონტალურ სასტარტო პირობებში ბიზინა ივანიშვილის ქართული ოცნების დამარცხება არის გარდაუვალი ამბავი, როგორც დამარცხდა 26 ოქტომბერს 2024 წლისა
და ახლა ესენი ხელგამოხვადრულნი ევედრებიან ცივილიზებულ სამყაროს გვაღიარეთ და გვაღიარეთ ისეთები როგორებიც ვართო. აქო ზიას და ზვიაცო, ანდროს და ცხებს დავიჭერთ და გავიჭერთ. უშინი ლეონის უნივერსიტეტთან ხელბურკილები დაადეს სტუდენტ გოგონას და ამას გავაკეთებთ, ოღონდ თქვენ რაღაცა ჩვენ შუადერეფრის საკვანძო ქვეყანა ვართ, დაკავშირებადობა სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული აღმოსავლეთსა და დასავლეთსა, ჩვენო გვაღიარეთო, ბიზინა აღიარეთო და ისიც რა არის? მოძებნის დასავლეთი ალტერნატიულ მარშრუტებს თუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არაადეკვატური იქნება და არაადეკვატური რომ არის, რომ იყო არის და მაგალი ალბათობით იქნება, ამის მადასტურებელია ყოველდღიურობა, თორე ერთხელ ზელენსკი ჩამოგართმევს ხელს და ერთხელ ეშმაკსაც შეეკრები, თუმცა ეშმაკს შენ შეეკარი, ანუ ქართული ოცნება შეეკრა, ერთხელ კი არა, ლამის 241 ჯერ. ნახვამდის.